ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვები დაიწყო. Როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა. კოპენჰაგენი ევროკავშირის ამ გადამწყვეტ მომენტში ორ მთავარ პრიორიტეტს უსაფრთხოებასა და კონკურენტ უნარიანობას ასახელებს. პირის მიერ ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ვისაც პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ეგრეთ წოდებული დრიფტისთვის ყველა სახის ავტომობილის მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა გახუთმაგდება. დავი აეროპორტი თბილისის აეროპორტში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გამტარ უნარიანობა 50%-ით გაიზრდება. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა. დასავლური მედიის ცნობით კოპენჰაგენი ევროკავშირის ამ გადამწყვეტ მომენტში ორ მთავარ პრიორიტეტს უსაფრთხოებასა და კონკურენტ უნარიანობას ასახელებს. ევროპა გადამწყვეტ მომენტშია სამყარო, რომელმაც ჩვენი თავისუფლება, უზრუნველყო და კეთილდღეობა მოგვიტანა, აღარ შეიძლება თავისთავად მიღებულად ჩაითვალოს, განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თავის მისასალმებელ სიტყვაში. ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც დანია ევროკავშირის მონაცვლეობით თავმჯდომარეობას იკავებს. დანიის თავმჯდომარეობა მრავალი კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში. შეჭრის დაწყებისთანავე დანია უკრაინის ერთ-ერთი მკაფიო მხარდამჭერი და სამხედრო დახმარების უმსხვილესი დონორია. ამ დრომდე 2025 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იყო. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ ქვეითებისთვის ამჟამადაც მოქმედებს ჯარიმები, თუმცა ინიციატორების განმარტებით არსებული ფულადი სანქცია ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც საჭიროა ჯარიმების გაზრდა. ქვეითების გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევა ან და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10 ლარიან ჯარიმას იწვევდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება. ამასთანავე, 1 წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე პირი 100 ლარით დაჯარიმდება. ერთ წელში დანაშაულის გამეორება კი 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. შენელების მიუხედავად ივნისში ტურისტების დანახარჯები, როგორც ჩანს, მაისზე მაღალი იქნება. თბილისი კაპიტალი ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება იყო, თუმცა კლება მასშტაბური არ ჩანს და 23 ივნისის შემდგომ მცირედი ზრდა შეინიშნება. თბილისი კაპიტალის შეფასებით ისრაელი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. თბილისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ ისრაელიდან კუკლის საძიებო სისტემა საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესზე მიუთითებს. თბილისის მთავარი ეკონომისტი მიუთითებს იმასაც, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, რაც აისახა სების ინტერვენციებში, რაც ივნისში, მათ შორის თვის მეორე ნახევარში კვლავ მასშტაბური იყო. დღეს ბათუმის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდა. ლურჯი ეკონომიკა, ლოგისტიკა, საზღვაო ტრანსპორტის და მწვანე დერეფნების განვითარების ნაწილი იმ მიმართულებებისა, რომელსაც ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფცია ითვალისწინებს. დოკუმენტი მასზე მომუშავე CT ინსტიტუტმა უკვე წარუდგინა ბათუმის საკრებულოს. იქამდე სანამ უშუალოდ გენგეგმის ავტორისგან მოვისმენთ თუ როგორ ჩაიარა დოკუმენტის საჯარო განხილვა, მანამდე ვნახოთ ელინე გოგბერაშვილის სიუჟეტით, როგორ ხედავენ გენგეგმის ავტორები ბათუმის განვითარებას, რას გულისხმობს ლურჯი ეკონომიკა და რა გამოწვევები არსებობს ზღვისპირა ქალაქში.
ბოლო 10 წლეულში ბათუმი სულ უფრო მეტად გახდა ტურიზმის ინდუსტრიაზე დამოკიდებული, რაც ქალაქის გენერალური გეგმის ავტორების შეფასებით, გარე ფაქტორებზე მოწყვლადობის გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გარანტად. ამიტომ დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ ბათუმმა უნდა შეიძინოს სხვა საქალაქო ფუნქციები, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. City ინსტიტუტში ერთ-ერთ ლოგიკურ და პერსპექტიულ მიმართულებად ეგრეთ წოდებული ლურჯი ეკონომიკის და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მიიჩნევენ. ლურჯი ეკონომიკა პირველ რიგში ქალაქის საზღვაო საპორტო ფუნქციის შენარჩუნება განვითარებას გულისხმობს და ბათუმისთვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოიაზრებს სანაპირო და საზღვაო ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა, გენგეგმის ავტორებს სხვა არაერთი შეთავაზება აქვთ მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის და მრავალფუნქციური ცენტრების განვითარების მიმართულებით. აეროპორტის მიდამოთი ჩვენ გარკვეულწილად ესეთი ლოჯისტიკური ცენტრი შევთავაზეთ, რომლის განვითარება შეიძლება რომ დაიწყოს სხვადასხვა ფუნქციებით, პარკები იყოს, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს აგრეთვე სავაჭრო დიდი ობიექტები. სპეციალისტების შეფასებით, ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გარკვეულ არეალებში მჭიდრო განაშენიანება, რაც ასევე იწვევს გამტარ-უნარიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ მხრივ განსაკუთრებული დაწოლა ზღვისპირა ზოლზე მოდის, რასთან დაკავშირებითაც გენგეგმის ავტორები მშენებლობების შეზღუდვაზე აკეთებენ აქცენტს და მუნიციპალიტეტს სხვა ალტერნატიულ არეალებს თავაზობენ. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ბათუმში თქვენ კარგად მოგეხსენებათ არის დიდი სამშენებლო ზეწოლა. ქალაქში უკვე გაჩნდა ახალ ბათუმში არეალები, სადაც აშკარად უკვე გადაჭარბებულია ნორმატიული მაჩვენებელები. ქალაქ დაგეგმარებაში არის ასეთი ნორმატიული მოთხოვნა, განსაკუთრებით საცხოვრებელ არეალებში ჰექტარზე მოსახლეობა არ უნდა აჭარბებდეს 300 ადამიანს. ბათუმში არის ცალკეული არეალები, ისევე როგორც თბილისის ცალკეული არეალები, სადაც 500-მდე ჰექტარზე. ეს იმთავითვე იწვევს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების რღვევას. ყველა ქალაქში, სადაც ასეთი გადაჭარბება არის, უნდა ვიფიქროთ მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე. დაწოლა რომ რაღაცნაირად შევაბილოთ ჩვენ ორი ტერიტორია შევთავაზეთ, ბენზეს ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ბენზეს ტერიტორია, აი კუნძული სადაც კეთდება მოპირდაპირე მხარეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომლის განვითარება შეიძლება მათ შორის მრავალფუნქციური კომპლექსებით, სასწავლო დაწესებულებებით, გამწვანებული სივრცეებით და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა ლაპარაკი, მე ესაუბრები 40-50 ჰექტარ ტერიტორიებზე და აგრეთვე არის მთის ძირის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, სადაც დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე შეიძლება ვთქვათ 30,000-25,000 ადამიანისთვის გაჩნდეს საცხოვრებელი. ურბანისტების შეფასებით, ბათუმში იმდენი შეცდომაა დაშვებული, ქალაქის მდგრად რელსებზე გადაყვანა მარტივი არ იქნება. ანა ბიბილაშვილი ეთანხმება გენგეგმის ავტორებს, რომ მხოლოდ ტურიზმი ეკონომიკური მდგრადობის გარანტია ბათუმისთვის ვერ იქნება. ამიტომ ქალაქმა სხვა ფუნქციებიც უნდა შეიძინოს, მათ შორის ლურჯი ინფრასტრუქტურა ინტეგრირდეს სატრანსპორტო ქსელში, რაც ქალაქში გამტარ-უნარიანობის პრობლემას შეამცირებს. სამშენებლო ინდუსტრიას აქვს დროებითი ეფექტი ეკონომიკური მიმართულებით, თუმცა ასევე ვერ ჩაითვლება მდგრადობის მაჩვენებლად, შესაბამისად აუცილებელია, რომ ბათუმს კონდეს სხვა ფუნქციები, ან ყველა პოტენციალი გამოყენებული იქნეს სხვადასხვა ფუნქციების განვითარებისთვის, მათ შორის ვთქვათ იგივე ლურჯი ინფრასტრუქტურა ჩაერთოს სატრანსპორტო ქსელში, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდებარე ქალაქებს დაუკავშირდეს სატრანსპორტო, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ზღვის საშუალებით და ეს საკმაოდ განტვირთავს იმ საავტომობილო ხაზებს, რომელიც ვთქვათ იგივე ქობულეთიდან ბათუმს უკავშირდება. საზღვაო ქალაქების ერთმანეთთან წყლის ტრანსპორტით დაკავშირებადობაზე საუბრობენ გენგეგმის ავტორებიც. სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ რაღაცნაირად აღდგეს აი ეს საზღვაო კავშირები. თავისუფლად შეიძლება ალბათ ქობულეთი, ფოთი, ხო დავაკავშიროთ ერთმანეთს ბათუმთან, ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი ეს ბევრი თვალსაზრისით და იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება მომავალში თურქეთისკენაც იყოს აი ამგვარი მიმოსვლა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ცალკე დასამუშავებელი თემებია, თუმცა ჩვენ ვეხებით ამ
საკითხს. სპეციალისტები ბათუმის ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივებს ხედავენ კულტურული მიმართულებების განვითარებაშიც. კარგი იქნებოდა, რომ სამომავლოდ აქცენტი გაკეთდეს მაის ტურიზმის, ანუ საქმიანი ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებაზე, შემოქმედებით ინდუსტრიების ხარდაჭერა, შესაბამისი ისევ და ისევ ინფრასტრუქტურის, თქვათ, დამატებითი ხელშემწყობი პროგრამების, თქვათ, დაუშვათ ამ სფეროში სტარტაპების განვითარების ხელშეწყობის, იგივე თუნდაც ფესტივალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და შექმნის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებით ბენეფიტს მოიტანდა ეკონომიკური კუთხით, იმიტომ რომ როგორც ვიცით, დიდი ღონისძიებები, საერთაშორისო ღონისძიებები, საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრ ადამიანს იზიდავს, ტურიზმს გულისხმობთ და თავისთავად ქვეყნის ეკონომიკაშიც საკმაოდ და ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში შემოსავლების კუთხით საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ზღვისპირა ქალაქ ბათუმს განვითარების გენერალური გეგმა სავარაუდოდ მალე ექნება. ქალაქის განვითარების კონცეფციის სტრატეგიული დოკუმენტი City ინსტიტუტმა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე წარუდგინა. ბათუმის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. რა შენიშვნები იყო შეხვედრაზე დოკუმენტთან მიმართებით დასახელებული, რა მოიწონეს შეხვედრაზე მხარეებმა და რა პროცედურები რჩება ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტის დამტკიცებამდე. City ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვერდდება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში, რომელიც ამ მიმართულებით თემის დეტალებს გაგვიზიარებს. მამუკა, მოგესალმებით. როგორ გესმით პირველ რიგში შემიხმა? კარგად გესმის, თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა? მადლობა, კარგად. მამუკა, როგორ ჩაიარა დოკუმენტის საჯარო განხილვამ, რა კითხვები დაისვა ადგილზე და თუ იყო რაიმე პრობლემური საკითხები, მათ შორის წარმოდგენილი და რა მიმართულებით, თუ შეგვიძლია ამ კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია რომ გაგვიზიაროთ? გენგეგმის დოკუმენტთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ იყო რაღაც ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. უბრალოდ ერთი თხოვნა იყო საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატისგან, რომ თუ კიდევ ვეცდებით უფრო მეტად გასაგებად აუხსნათ ის, რაც ძალიან პროფესიონალურია, ძალიან სპეციფიურია საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ურბანისტი არ არის, ყველა ქალაქი გეგმარებელი არ არის და ბუნებრივია ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო რაღაც გარკვეული, თქვათ, ისეთი შტრიხები შევძინოთ ხოლმე ჩვენს პრეზენტაციებს, რომელიც გასაგებს გახდეს კიდევ უფრო მეტად აი ამ სპეციფიკური დოკუმენტის შინაარსს. სხვა სახის რაიმე შენიშვნა არ ყოფილა, შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად ჩვენ იგივე მერიასთან ბევრჯერ გვაქვს უკვე გავლილი ეს ძირითადი პრინციპები, მიმართულებები, კონცეფციისა, აქედან გამომდინარე რომ სიახლეები არ ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, რომ ეხლა რაღაც გარკვეული პროცედურები უნდა გავიაროთ ჩვენ, ანუ პირველ რიგში მერიამ, ბუნებრივია ჩვენ ჩაბარებული გვაქვს, ჩვენ საჯარო განხილვაში მივიღეთ მონაწილეობა, წარუადგინეთ პრეზენტაცია, ახლა მთავარია რომ საკრებულოში ჯერ გარკვეული პერიოდი ალბათ 15-14 სამუშაო დღე დაჭირდება იმას რომ ჩვენ დავუცადოთ ხო არ არის რაიმე შენიშვნები, ხომ არ არის რაიმე წინადადებები, რომ ამის გათვალისწინება მოხდეს თუ ისინი რაციონალურია, ამას უნდა დავუცადოთ ეს პროცედურა და შემდეგ უკვე ლაპარაკია იმაზე რომ საკრებულოს გადაუგზავნოს სამსახურმა უკვე ეს დოკუმენტი დასამტკიცებლად. რის მერეც უკვე მოხდება მიღება ჩაბარების პროცედურა. მამუკა, რა პერიოდ შეიძლება უყურებდეს ეს პროცესი უკვე საკრებულოსთან, ასე ვთქვათ, დოკუმენტის გადაგზავნა და მათ შორის დამტკიცების პროცესი, იქამდე სანამ დოკუმენტის მთავარ აქცენტებზე ვისაუბრებთ, რაც გარკვეულწილად სიუჟეტში დავაანონსეთ კიდეც. მე მგონი თვის ბოლოსკენ ველოდებით. თვის ბოლოსკენ უნდა იყოს გარკვეულწილად საკრებულოსზე გატანილი ეს საკითხი. იმიტომ რომ თავად მოგეხსენებათ, რომ ცნობები ყოველდღე ალბათ ვერ ჩატარდება და აქედან გამომდინარე აგვისტომდე უნდა მოესწროს ეს ყველაფერი. მამუკა, ბათუმის გენგეგმაზე მინდა გკითხო უშუალოდ იმ დოკუმენტზე, რომელიც მომზადდა და რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა City ინსტიტუტი. კონკრეტული არეალები ვიცით, რომ მჭიდროდ არის განაშენიანებული და ამაზე ექსპერტებიც საუბრობდნენ სიუჟეტში, რასაც მანამდე მოусმინა ჩვენმა მაყურებელმა. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა მჭიდრო განაშენიანებას გულისხმობს სანაპირო ზოლთან ახლოს, როგორი ასეთ არეალებზე, სადაც მჭიდროდ არის განაშენიანებული, ასე ვთქვათ, კონცეფციის მიდგომა, გენგეგმის მიდგომა, რამდენად განიხილება მათ შორის განაშენიანების შეზღუდვა კონკრეტულ არეალებში და სად შეიძლება იყოს ეს არეალები ასე ვთქვათ გამოყოფილი და ამ ნაწილზეც საინტერესოა ზოგადად საჯარო განხილვაზე მხარეების დამოკიდებულება როგორ იყო, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე ასე ვთქვათ სენსიტიური საკითხია ხოლმე განაშენიანების შეზღუდვა კონკრეტულ არეალებზე. ვიცით რა არის ამ განხილვაზე ახლა არ ყოფილა რაღაც ესეთი დავები ვთქვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სანაპირო ზოლზე, პირველ ზოლზე, ქალაქის ცენტრში უნდა შეიზღუდოს მშენებლობები.
ჩვენ პრაქტიკულად ეს თავის დროზე მერიასთან ერთად შევათანხმეთ კიდევაც ეს საკითხი და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ დიდი საუბნო განაშენიანების ტერიტორიები, სწორედ პირველი ზოლის მიღმა ქალაქის ალბათ უფრო შუაგულ ნაწილში გამოვყავით და ესეთი ზონები არის, თქვათ იგივე ბენზეს ტერიტორია მოგეხსენებათ თქვენ არის ესეთი საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც კუნძული კეთდება მოპირდაპირე მხარე არის ყოფილი ბრაუნფილდი, ესეც ბრაუნფილდი არის, რომლის განაშენიანებასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვამბობთ, რომ იქ არაფერი არ არის და შესაძლებელია, რომ განაშენიანდეს ოღონდაც ბუნებრივია, ოპტიმალურად და რაციონალურად და არის თიზირის ტერიტორია, აგრეთვე საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც დაახლოებით თქვენს გქონდათ მე მგონი სიუჟეტში დაახლოებით 20-30,000 ადამიანისთვის შეიძლება იქ რაღაც არა მარტო საცხოვრებელი, არამედ შეიძლება ვთქვათ რაღაც გასართობი ცენტრები, შეიძლება იქ რეკრეაციული ტერიტორიები შეიქმნას ახალი, მაგრამ ეს არ არის არც ცენტრი და ეს არ არის არც პირველი ზოლი. ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად თანაბრად გადავანაწილოთ, ხო? ერთ-ერთი კონცეპტუალური მიდგომა და მიმართულება არის სწორედ თანაბრად განვითარებული ქალაქი. არ შეიძლება ახლა ერთ ადგილას ვითარდებოდეს ქალაქი, ხო? ქალაქი ცენტრში ან პირველ ზოლში. ქალაქი უნდა განვითარდეს თანაბრად და უნდა კონდეთ საშუალება მაცხოვრებლებს წვდომადობა კონდეთ სერვისებზე ყველა უბანში თანაბრად. ამგა როგორ ფიქრობთ, რამდენად ასე ვთქვათ რთული იქნება ზოგადად დოკუმენტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება ზოგადად ბათუმისთვის, იმიტომ რომ მათ შორის ექსპერტების და ამ მიმართულებით მომუშავე სუბიექტების მხრიდან ხშირად გვესმის, რომ ბევრი შეცდომა ბათუმის შემთხვევაში დაშვებული. აი ამ ნაწილში რამდენად რთული იქნება ამ დოკუმენტაციის ასე ვთქვათ რეალობაში გადმოტანა და შესრულება იმ ასე ვთქვათ რეკომენდაციების, რაც თქვენ გქონდათ და რაც არის გათვალისწინებული დოკუმენტში. საერთოდ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე პირდაპირ გეტყვით, რომ გენგეგმის აღსრულება არის საკმაოდ ძნელი, საკმაოდ რთული მუნიციპალიტეტებისთვის. არ ვიცი, ალბათ ის პერიოდები, როცა თქვათ სხვა ფორმატით მუშაობდნენ ეს სამსახურები, ძნელად იძლევა საშუალებას, რომ პრაქტიკულად ახალი ფორმატით დაიწყონ მუშაობა, მე გულისხმობ აი გენგეგმით განსაზღვრული რეგლამენტებით, გენგეგმით განსაზღვრული მიდგომებით, მაგრამ იცით რა არის? თუ გვინდა რომ ქალაქი სწორედ განვითარდეს, ქალაქის სწორედ განვითარება ამ ხერხითაა შესაძლებელი. სხვა გზით ეს არ გამოდის სამწუხაროდ და ჩვენ ამის მომსწრეები ვართ ყველანი. ასე რომ მაინც ყველა შემთხვევაში ვიტოვებთ იმედს, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებზე და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული და მათ შორის საკრებულოებზე თუ როგორ გაართმევენ თავს ამას. ახლა ყველა შემთხვევაში ეს შეიძლება ინდივიდუალურად განვიხილოთ. მე იმედი შემიძლია მხოლოდ ვიქონიო იმისი, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული დოკუმენტი და რომელიც საბოლოოდ იქნება მოწონებული, დარწმუნებული ვარ მე მერიის მხრიდანაც და საკრებულოს მხრიდანაც და რაც თავარია საზოგადოების მხრიდანაც ის რეალურად განხორციელდება. ეს შეიძლება ჩვენ ვიმედოვნოთ. ლურჯი ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური საქმიანობის განვითარებაც არის ნახსენები თვითონ კონცეფციაში, რომელიც არის საჯარო. ამ მიმართულების განვითარება კი უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ქალაქის ეკონომიკა იყოს გარკვეულწილად დივერსიფიცირებული. ამ მიმართულებით გვაინტერესებს, ასე ვთქვათ, უფრო მეტი დეტალი, რა შეიძლება გულისხმობდეს ამ კუთხით თვითონ ლურჯი ეკონომიკა, რა საქმიანობების განვითარებას და დღეს არსებული რეალობა რა გვაქვს და რატომ უნდა განვითარდეს, რატომ არის, ასე ვთქვათ, ბათუმში ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პოტენციალი. იცით რა არის? ქალაქიდან არ უნდა იყოს რაღაცნაირად დაშორებული ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და გამსაზღვრელი ფაქტორი, როგორც არის ზღვა. ხო მართალია? ეხლა იქ სადაც ჩვენ რაღაცა სხვანაირად ვლაპარაკობთ და ქალაქი სხვანაირად ზურგით ვითარდება ზღვისგან, ხო, იქ ბუნებრივია, რომ ჩვენ კარგ შედეგებს ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, სწორედ მათ შორის აქაც იყო ლაპარაკი, ხო, იგივე ლოჯისტიკურ საკითხებზე ლაპარაკი იყო ზღვის მიმოსვლაზე, ხო, ზღვით მიმოსვლაზე, სამგზავრო მიმოსვლაზე ლაპარაკი არის პორტის ფუნქციონირებაზე, ლაპარაკი არის იმაზე, რომ თქვათ აი თევზთან დაკავშირებული, თევზის მოპოვებასთან დაკავშირებული საწარმოების განთავსება როგორ მოხდება, რაღაცნაირად აი სერვისების შეთავაზება, რომელიც გულისხმობს და რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონთ, თქვათ ევროპის ქალაქებში როგორ მოხდება ეს ყველაფერი, თქვათ ბათუმის შემთხვევაში, ამას იცით რა, გაძლიერება ჭირდება და ჭირდება ყველა ვარიანტში, ალბათ ინტეგრირება იმ სქემებში, რომლებიც დღეს მუშაობს და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგი მობილობის ჩვენება, კიდევ უფრო კარგი
სერვისების მიწოდება მომხმარებლისთვის. აი ძალიან ბევრი საკითხია ერთმანეთში გადაყლართული და მათ შორის საკითხის ძალიან გამახვილდა ეხლა ყურადღება და ფოთზე ვმუშაობთ, იცით, თქვენ მოგეხსენება თქვენ ძალიან კარგად ფოთის გეგმას ვაკეთებთ თქვენთანაც ყოფილვართ ამ საკითხთან დაკავშირებით და აი ეს საზღვაო მიმოსვლის თემა ძალიან კარგი მგონია მე, ძალიან პერსპექტიული მგონია მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენი გეგმის გადასაწყვეტი არ არის, ზუსტად როგორ იქნება, მაგრამ ამ საკითხის დაზრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ეს მიმოსვლა ქალაქებს შორის საზღვაო გზით ძალიან გაამარტივებს და კიდევ კარგ ატრაქციას შეძენს თქვა იმ ღონისძიებებს, იმ აქტივობებს, რომლებსაც ჩვენ ბათუმის განვითარებისთვის გულისხმობთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, თქვა თუ იქნება ესეთი საზღვაო სადგურები, თქვა და პორტები, რომლებიც ამის საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს, რომ გადაადგილდნენ ზღვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი საკითხი არის ამასთან დაკავშირებული. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო CT ინსტიტუტის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე. საქმის კურსი 15 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 17 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.